რასაპირებს პროკურატურა ნიკა მელიასთან დაკავშირებით კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის საქმეზე სასამართლოს ხტომა ამ წუთებში იწყება. საქმე ეხება წოლუკიანის კომისიაში მისვლაზე უარს, რის გამოც მელიას ბრალი აქვს წარდგენილი. ახლა პროკურატურამ უნდა თქვას, რას ითხოვს ის აღკვეთის ღონისძიებად. შეგახსენებთ, მელია 2021 წელს ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს შემდეგ გათავისუფლდება. რა მოხდება დღეს და როგორია თავად პოლიტიკოსის მოლოდინი? ნიკა საჯაია მუშაობს თემაზე, მისგან შევიტყობთ მეც. ნიკა გისმენთ. თავად პოლიტიკოსის მოლოდინი ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ვინაიდან ნიკა მელია და მისი ადვოკატი ჯერჯერობით საქალაქო სასამართლოშია არ გამოჩენილან, თუმცა აქ იმყოფებიან კოალიცია ცვლილებისთვის სხვა ლიდერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს საქმე მთლიანად არის პოლიტიკური და ეს არის გარკვეულწილად ქართული ოცნების მიერ დაწყებული რეპრესიების გაგრძელება და გამკაცრება, რასაც მისი თანაგუნდელები ერთის მხრივ ხსნიან იმით, რომ ამით რეჟიმი ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. აქვე დავაზუსტებ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ პროკურორმა ზუსტა ინფორმაცია და კერძოდ პროკურატურა აპირებს შუამდგომლობის დაყენებას დღევანდელ პროცესზე 50,000 ლარიანი გირაოს ოდენობით, ანუ ის არ გამოიყენებს პატიმრობას, რისი მოლოდინიც გარკვეულწილად იყო, ვინაიდან ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოითხოვა სხვა ძველი საქმეები, მათ შორის საქმეები, სადაც მელიას გირაო ჰქონდა შეფარდებული. პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნავენ იმას, რომ რეჟიმი ახლა უფრო მეტად ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებას, რის მაჩვენებელიც არის დღეს დაწყებული ჩხეკები საცხოვრებელ სახლებში, თუ ეგრეთ წოდებული თეა წულუკიანის კომისიის მიერ გამოუცხადებლობის გამო გამკაცრებული კანონი, რომელიც ამოქმედებაც უფრო ამოქმედებულია და რომლის განხილვაც სწორედ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. უკვე შიშველი რეპრესიებია დაწყებული, კაფიოთ ხისტად და სწორხაზოვნად, ამიტომ წინასწარ ვერც ვერ გეტყვით დანამდვილებით, ხა რის გამოც ეს პროცესი არის იმართება და წინა პროცესები მსგავსი გაიმართა, ამას არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს და სრული აბსურდია, ამიტომ გამოცნობა მიჭერს ამ ხდება. პროკურატურამ უკვე მოითხოვა გირაო, ასე რომ აქ რაღაცა ზედმეტ სურპრიზებს დღეს უკვე აღარ ველოდებით. არავინ არ ცნო ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია შესაბამისად, ხა ამ კომისიაზე მისვლა არის აბსურდული, ყველა ვნახეთ, იმიტომ რომ ეს არ ვიცი, ეს არის უბრალოდ რაღაცა ცირკი, შესაბამისად, ხა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება აქედან გამომდინარე, იქნება არაკანონიერი, ის აბსურდი, რაც დღეს სასამართლოში ხდება, ის მართლობა, კლანური მართლობა და ხედავთ, რომ ანუ პირდაპირ დავალება აქვს მიცემული და დავალების მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება, საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ისე ასამართლებენ ადამიანებს, ასე რომ ძალიან მალე ამ ყველაფერს დაესმევა წერტილი. როგორც უკვე გითხარით, საქმის პროკურორმა დაადასტურა ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა აპირებს 50,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას დღევანდელ პროცესში. ჩვენ ვკითხეთ პროკურორს, თანხის ეს რაოდენობა, ასე ვთქვათ, რას უზრუნველყოფდა, რაზეც კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ პროკურორისგან, ის აცხადებს, შაბლონურია შეიძლება ვთქვათ ეს პასუხი, რომ ამით დამატებითი დანაშაულის ჩადენის რისკების დაზღვევა ხდება. თუმცა რა რისკებზეა საუბარი, ესეც ვკითხეთ პროკურორს, მაგრამ ვერც ამ მიმართულებით ვერ მივიღეთ პასუხი. ის აცხადებს, რომ რელევანტურია ის გირაოს ოდენობა, რომელიც პროკურატურას აქვს დასახელებული იმ ქმედებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა მელიას გამოუცხადებლობას უკავშირდება წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში. ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 50,000 ლარის ოდენობით გამოყენებას. ბუნებრივია წარმოადგენთ ჩვენს არგუმენტაციას, თუ რატომ უნდა იქნეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და კონკრეტული სახეა ეს გირაო. ამ შემთხვევაში საუბარი გვექნება როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ასევე მიმავლას. საკმაოდ დიდია ოდენობა გირაოსი, აი ეს თანხა რას უზრუნველყოფს და რატომ არ შეიძლებოდა ვთქვათ შედარებით ნაკლები თანხა დაგეყენება? კი ბატონო, ესე იგი, ზოგადად ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედება და საფრთხეები რა შეიძლება მომდინარეობდეს მისგან. აქედან გამომდინარე ის ოდენობა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, ამ ოდენობამ უნდა უზრუნველყოს მის თანხმდაცვა, როგორც გამოძიების სასამართლო მიმდინარეობის ეტაპზე. აქედან გამომდინარე ეს თანხა არის რეალური.
ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის, გადაიხდის თუ არა ნიკამელია გირაოს, რაც არის მთავარი მოთხოვნა პროკურატურის, პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. ჩვენ უკვე ველოდებით ნიკამელიასა და მის უფლებადამცველ სასამართლოს სხდომას ესწრებიან კოალიცია ცვლილებებისთვის სხვა წევრებიც. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ბრალი ნიკამელიას გუშინ ოფიციალურად გააცნეს თბილისის პროკურატურაში, მან უარი თქვა თეატრო ლუკიანის მიერ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას.